რომლის უფრო გწამს ამულეტების თუ ღმერთის რა კითხვაა გიორგი ეს სწორედ რომ სწორი კითხვაა თქვენთვის რატომ მოსულან ჩემთან ადამიანები და უთქვამთ გიო იქნებ რამე ამულეტი მირჩიო რომ დამიცვას ბნელებისგან წითელი თოკი გავიკეთე ხელზე რომ დაცული ვიყო რაღაც დავიკიდე ბროში რომ დაცული ვიყო ის დავიკიდე ეს დავიკიდე რეალურად რასაც მე ვაკვირდები ყველაფერში დაავიწყეს ადამიანს ღმერთი ბიჭო შენი მთავარი ამულეტი შენი მთავარი დამცველი არის ღმერთი ზოგი რა ამულეტს დაეძებს ზოგი რა ამულეტს და ღმერთი არავის არ ახსენდება ერთხელ ჩემო მოსწავლემ თხოვა რომ დამიმუხტეო ეს ნივთიო შენი ენერგიითო ვიციო გარანტირებულად დამიცავსო მე ვარი უთხარი მეთქი შენი მთავარი დამცველი ღმერთია მე რა უფლება მაქვს ასეთი რაღაცეები ვაკეთო გესმით ხალხო ვიღაცას და რომ მიდიხარ და გიმუხტავს ვითომ რაღაც ნივთს ის ღმერთზე მაღლა აყენებს თავს ვითომ რომ გიმუხტავს ნივთებს და რაღაცეებს აკეთებს და ღმერთზე მაღლა თუ აყენებს თავს ესე იგი ბნელშია გარანტირებულად გეუბნებით ღმერთი დაგავიწყეს იცით რომ ღმერთი სადღაც არსებობს დადიხართ ტაძრებში ლოცულობთ ამას შვებით იმას შვებით მაგრამ ღმერთი დაგავიწყდათ ხალხო რაღაც ამულეტს თავაზობენ და შენც ეს ამულეტი დამიცავს და შენ მაგით რას ამბობ რომ ღმერთი ვეღარ გიცავს მაინტერესებს როცა ამულეტს იკეთებ რაღაცას ან წითელ თოქს ხელზე ან რაღაცას როცა ამულეტს იკეთებ და იძახი რომ ეს დაგიცავს შენი აზრით მაგით რას ამბობ იცი უფალო შენც ხო მარა ამულეტიც დამიცავს ღმერთს ანაცვლებ რაღაც მკვდარი ნივთით აღარ გაქვს რწმენა რომ ღმერთი დაგიცავს სრულად და ამულეტებს იკეთებ დაგავიწყდა რომ შენი ერთადერთი განუმეორებელი დამცველი არის უფალი უბრალოდ მას არ მიმართავ მასთან არ ურთიერთობ და ასე შემდეგ შენ უფალს მაგით ეუბნები რომ უფალო შენს დამიცავ და კარგად ვერ მიცავ უფალო ეხლა შენ და ეს თოკი ხელზე წითელი თოკი დამიცავს ან ეს დამიცავს ამას ეუბნები უფალს და თქვენი აზრით ეს სიმახინჯე ვინ შეგაჩვიათ შავმა მაგებმა რატომ იმიტომ რომ თავად არიან აწყობილი ამ ამულეტებით და ეს ამულეტები საერთოდ არ არის ის ამულეტი რაც თქვენ გგონიათ ის რაც ტანზე აქვთ აწყობილი შავ მაგებს ეს არის ის ენერგიის მიმღებები რომლის შემწოვი ენერგიის ამულეტები თქვენ მოგცათ ანუ მოგცა და გეუბნება საფულეში ჩადე ფულს მოგიტანსო ამას მოგიტანს იმას მოგიტანსო და ჯანმრთელობას წოვს ის რაღაც რაც მოგცა და იმ ამულეტს აწვდის და ის ამულეტი ტანზე კიდია ბნელშია და ღმერთთან არ არის და ამულეტები აქვს ამიტომ დაკიდებული და შენს ბნელში ხარ და არ ხარ ღმერთთან და ამიტომ ატარებ ამულეტებს ამიტომ უთანაბრებ რაღაცა მკვდარ ნივთს ღმერთის დაცვას ღმერთო შენს დამიცავი და ხო ესეც დამიცავს ღმერთო ეხა ვერ გენდობი მე შენ ბოლომდე და მოდი ქვაც დამიცავს ნახეთ ბუნებრივი ქვები კარგია მაგრამ თავარი შენი საკვები არის ღმერთი გამჭირვალე კვარცი და ეს რაღაცეები ენერგიით სავსეა ეს არ არის ბნელის ის არის კარგი კურნავს გაძლევს მაგრამ შენ რომ ამულეტად იყენებ თუნდაც კვარცს ან თუნდაც შენ რომ შავბაგთან მიდიხარ ვითომ დაგიცვას ან დაცვა დაგიყენოს შენში სად არის ღმერთი და რა თქმა უნდა ღმერთი დაგავიწყდა რომ შენი მთავარი ჭეშმარიტი დამცველი არის ღმერთი და თქვენ რა გონიათ შავმა მაგებმა რას შეგაჩვიეს ღმერთს ჩამოგაშორეს ეს ღმერთი შენ ვერ გიცავს კარგად მოდი მე მოგცემ ახლა რაღაცას ერთმა ორმა სამმა ოთხმა საპატრიარქო ხმას არიღებს რა თქმა უნდა შავმა მაგებმა სულ რომ თავზე გადაშავ რიტუალონ ხმას არ ამოიღებენ რა თქმა უნდა და თქვენს შეეჩვიეთ ამ სიმახინჯეს და შეგაჩვიეს რომ ღმერთი კი ვერ გიცავს კარგად აი ეს ამულეტი გიცავს შავმა მაგმა რომ დაგიმსადა ხვდები ან შავმა მაგმა რომ გირჩია შავი მაგია ხო ის ჰოლივუდის მომღერალი აბა ვინ არის შენი აზრით მადონა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს ხელზე რომ წითელი თოკით არის და ამ წითელ თოკს რომ თელ შენ რწმენას აძლევ როცა შენ თელ რწმენას უნდა აძლევდე ღმერთს არა შენ ამას ვერ აკეთებ შენ წითელ თოკს მაჯაზე უფრო მიანდობ შენს თელ რწმენას ვიდრე ღმერთს აი ამ დღეში ჩაგაგდეს აი პირში ჩაგჩრეს თელი ხელით ჩაგჩრეს პირში ეს თემატიკა რომ ღმერთი ვერ დაგიცავს და ამულეტი დაგიცავს ჰოლივუდის ფილმებიდან მულტფილმებიდან შავი მაგებისგან ყველამ ჩაგჩრა პირში რომ ღმერთი ვერ გიცავს და გიცავს ამულეტი ხალხო არანაირი ნივთი არ მაქვს ჩამოკიდებული სხეულზე დავდივარ სრულად ყოველგვარი ნივთების გარეშე და მერწმუნეთ ღმერთი მიცავს თან საკმაოდ იმიტომ რომ ღმერთს
ღმერთზე მაქვს მიცემული სრულად მორჩილება. მონამორჩილი კი არ ვარ ღმერთის. სრულად მორჩილებაში ვარ უფალთან. ამიტომ ჩაგჩრეს პირში ამულეტები, დაგაშორეს ღმერთს და რაღაც ნივთზე მიგაცემინეს რწმენა. და იმდენად აბსურდში ხარ, რომ ქვეცნობიერად ესე აღიქვამ, რომ ღმერთიც მიცავს და ეს ამულეტიც მიცავს. ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ ღმერთი არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დაგიცვას და რაღაც ძონძი თოკი გჭირდება ხელზე, ან რაღაც ჩამოიკიდო ტანზე. ესე იგი ანუ ესე იგი შენ ამბობ, რომ ღმერთს ჭირდება დახმარება, რომ დაგიცვას. ღმერთი შენ იმიტომ ვერ გიცავს, რომ შენი რწმენები მახინჯზე გაქვს გადაცემული. ხო, მახინჯია. ხელზე წითელი თოკი რომ გიკეთია და რწმენა მიეცი დამიცავსო და ღმერთი დაგავიწყდა. მახინჯია, ვიღაც შავმაგთან რომ მიდიხარ და ფიქრობ, რომ დაცვას დაგიყენებს. მახინჯია, ეს ყველაფერი ღმერთს ეუბნები, ღმერთო, შენ უძლური ხარ და ის ქვაც და ის თოკიც და შენი ბიოს კაფანდრი და შენი სულის და ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ვინც შექმნა, ვინც ყოვლად ქმნადია. ისე გაგაშტერეს, რომ მას არ მიმართავ. მიმართავ რაღაც სისულელეებს. ამიტომ შეცვალე ეს, კარგი? აღარ ქნა ეს. სრულად მიეცი უფალს შენი დაცვის საშუალება. რწმენაში მიეცი, რწმენაში. ნუ არ ჩამოიკიდებ რაღაც ნივთებს. მოიხსენი ეს ამულეტები და სრული რწმენა მიეცი უფალს. ნუ ანაწილებ რწმენას უფალსა და უსულო საგანს შორის. თქვენ იესო ქრისტეც აღარ გახსოვთ. მე ვფიქრობ, მოძღვრებსაც აღარ ახსოვთ. ჭეშმარიტი იესო ქრისტე ბევრს არ ახსოვს. მოძღვრებს პირდაპირ არ ახსოვთ იესო ქრისტე. აი გარანტირებულად გეუბნებით, მოძღვრებს დაავიწყდათ იესო ქრისტე დიდი ხნის წინ. დაგისაბუთებთ ორ სიტყვაში რატომ. იესო ქრისტე რას იცვამდა და რა ხდებოდა მის სხეულზე. იესო ქრისტე იმდენად სრულიად უბრალო იყო, რომ ერთი ნაჭრის ტილო ქონდა გადაცმული ტანზე. მეტი არაფერი არ ქონდა ტანზე. არც ამულეტები, არც კვერთხი, არც ის, არც ეს, არც ის. ნამდვილი ჭეშმარიტი ძალით მოსილი ღმერთი, რომელიცაც არ ჭირდება დასაბუთება, რომ ვიღაც არის ნამდვილი ღვთიური მეფე. ჩვენ მოძღვრებს კი არ გავს. თავზე რო გვირგვინები აქვთ ოქროს თვლებით მოვსებული, კვერთხი დამბლდორებით ჯადოქრებს რომ აქვს. ანუ ყველა კომპლექტით არის შეიარაღებული. ჩინ მედლებით არიან აწყობილი. ერთი რომელი გავს ქრისტეს მაინტერესებს. რომელი ერთი მოძღვარი გავს ქრისტეს. ვერ გავიგე ეს მოძღვრები უფრო მაგრები არიან ვიდრე ქრისტე. ანუ ბიჭო, რა გასწავლათ ქრისტემ? უბრალოება. მოძღვრებო, რა გასწავლათ ქრისტემ? სტილოს სამოსი ეცვა ტანზე. თუ ეხლა არ შეეძლო ეპოვა ვინმე სპონსორი, როგორც თქვენ პოულობთ და ბრილიანტები დაეკიდებია, ამულეტები დაეკიდებია, თუ ეხლა მაგას ვერ იზამდა უფალი, თვითონ ქრისტე. უბრალოება, თავმდაბლობა, სისუფთავე, სრულად მორჩილებაში უფალთან მონა კი არა. თქვენ რომ იძახით და ბიბლიიდან ამოიღეთ თქვენთვის საჭირო სიტყვა და გაარეკლამეთ მონახთისა, თითქოს მონახთისა ყოველ ორ სიტყვაში ხვდებოდეს ბიბლიაში. არა, არანაირი მონები ქვემოთ არის ბნელთან. უფალთან თავისუფალი ადამიანები არიან. მე ვარ სრულად მორჩილებაში უფალთან, ჩემი ნებით და არ უწოდებ ჩემ თავს მონას. ხოლო თქვენ გჭირდებათ მონები, იმიტომ რომ კაცი რომ შეხედავს ქრისტეს და მერე შემოგხედავს თქვენ, აი სადა დედამიწაა თქვენ შორის განსხვავება. შეხედეთ ქრისტეს. არანაირი ამულეტი ტანზე არ ეკიდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტი. შენი მთავარი ამულეტი არის ღმერთი. შენი მთავარი დამცველი, ვისაც უყვარხარ მთელი გულით, ვისაც უნდა შენი გადარჩენა, ვისაც. ამიტომ ტანზე არაფერი არ უნდა დაიკიდო. დაიკიდე, მაგრამ არა ამულეტის კუთხით. არ მიანიჭო რწმენა უსულო საგანს. რწმენა მიანიჭე უფალს სრულად და დაგიცავს. ხალხო, მიცავს მე უფალი. იმიტომ რომ ჩემი რწმენა მივეცი სრულად. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა დონეზე მიცავს, რომ რამდენი თავდამსხმელი მყავს. მაგრამ არანაირი ამულეტებს არ ვაკეთებ. ამულეტები შიგნით მაქვს ჩალაგებული. უფლის ამულეტები შიგნით მაქვს ჩალაგებული. და თქვენ ეს უნდა ქნათ. ღმერთი გახადეთ. თქვენი მთავარი დამცველი. რაღაც სირთულე რო იქნება, ნუ დაიწყებ რაღაცების ზებრას, ღმერთს მიმართე. ყოველთვის ღმერთს მიმართე. გაიგე? რამ გამოგასულა მაინტერესებს, რომ გავიწყდება ღმერთი. იქ მეკითხებია, გიორგი ეს ცოდნები საიდან? ბიჭო, დაავიწყდა ღმერთი. საიდან უნდა მქონდეს ღმერთისგან? იქ მოდის, გიორგი ეს საიდან? ღმერთი. ყველასთვის მიწევს შეხსენება ღმერთი. დაგავიწყდათ ღმერთი. მეტი რა გითხრათ? დაგავიწყდათ ღმერთი. ღმერთის გარდა ყველაფერს
ვკითხულობთ, საიდან მოგააკეთე გიორგი ესეთი რაღაც, გიორგი ეს ლოცვები საიდან, გიორგი ეს ცოდნები საიდან, გიორგი ის საიდან. ყველაფრის პასუხი არის ღმერთი. მაგრამ თქვენ მაინც გავიწყდებათ ეს. დაგავიწყეს და ამიტომ. ეხლა იმდენად დეგრადირდით, რომ შავი მაგისგან ყიდულობთ ამულეტებს და სამაჯურებს, სანთლებს აგზავნინებთ და ამ ყველაფერს. აი გარანტირებულად გეუბნები. $1,000,000 кейსით რომ მომცე და მითხრა, აი სამაჯური იყიდე და გამოგიგზავნის ისო. აი იგივეს, რასაც შენ გიგზავნის. იმ სამაჯურს მე ცოცხალი თავით არ ვატარებ. იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ისინი რას გიპროგრამებენ მასში. აი სულ რომ არაფერი დაგიპროგრამოს, უბრალოდ ხელი რომ მოკიდოს. უკვე ქაქში ხარ. პირდაპირ აი ქაქში ცურავ აი ყელამდე. გესმის? და იდიოტი კი არ ვარ რომ $1,000,000-ზე ვარი ვთქვა. არ შეიძლება. პრობლემა. იცით რამდენი მოდის მასეთი დაზარალებული სანთლების შედეგად ვითომ ეს გამოუგზავნ. თან ვინ უგზავნის? ვისგან ყიდულობს? ვისგან რომ მაჩვენებს? შავი მაგია გარანტირებულად იქ ტაროებშია, ევაში. ხო, რა ოხრობა დაგემართათ. ამულეტების უმრავლესობას შავი მაგები ამზადებენ, აპროგრამებენ მასში რომ ენერგია წაგერთვას, გადებილ ყველაფერი კარგი რაც გაქვს წავიდეს და ესეთი უამრავი მაგალითებია. ეხლა ერთ-ერთ ისტორიას მოგიყვებით, ესეთი შავი მაგის სამაჯური რომ შეიძინა და ცუდად გახდა. თავიდან ვერ ხვდებოდა რა დაემართა. ადამიანმა შეიძინა ტურმალინის და იასპის ქვის სამაჯური და როგორც კი ხელზე გაიკეთა, იმ ხელზე რომელზეც ეს სამაჯური ეკეთა და მთლიანად მკლავის ტკივილი ვიგრძენიო ყვება ეს ადამიანი და ვენების ტკივილიო, იმიტომ რომ პირდაპირ ენერგიის შეწოვა დაიწყო იმ სამაჯურმა და მიმღები ვისაც აქვს ამ ენერგიის, ვინც ეს სამაჯური დაამზადა, იქ იმყოფება. და ამიტომაც არიან ესენი ჩინმედლებივით აწყობილი თქო, მაგას გიხსნით. ამულეტები კი არა აქვთ. თქვენი ენერგიის შემწოვები აქვთ დაკიდებული. და ნახეთ, ხო ეკეთა ეს სამაჯური და მოიხსნა. ერთ საათში მიხვდა რომ რაღაცა ცუდი ხდება. მერე ისევ გაიკეთა მეორე დღეს და ისევ ცუდად გახდა, იმიტომ რომ ხო ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. და შევამჩნიეო რომ რამდენიმე თითში ძალა აღარ მქონდაო, ვეღარ ვამოძრავებდი ისე როგორც ადრეო და 3 კვირა ამ ხელით წერაც კი მიჭირდაო. ეხლაო წერის ხრი კარგად ვარო, მაგრამ ძალა საერთოდ არ დამიბრუნდა უკანო. ძალიან დავსუსტიო. მიყვება ეს ადამიანი. შავი მაგისგან შეიძინა. თქვენთვის ეზოთერიკი ქვია. ეზოთერია ბნელს არ ნიშნავს. ეზოთერია არის უხილავის შეცნობის მექანიკა. ეზოთერია შავ მაგს არ ნიშნავს. შავი მაგისგან შეიძინა სამაჯურები, რომელიც ეგონა რომ ჯამთელი იქნებოდა. როგორც თქვენ გონიათ, აი ტაროებს რომ გიშლიან და ისეთ კოშმარ შავ მაგებზე მეუბნებიან, ეს ღმერთის კაცია, წინასწარ მეტყველებს, ეს იმას, აი დედა, ეს ხდება. კითხვას თქვენ არ სვამთ, ვინ დაამზადა ეს სამაჯურები, რასაც ყიდულობთ, რა პიროვნება, რა რიტუალით დაამზადა, სულ რომ რიტუალით არ დაამზადოს, შავმა მაგმა რომ დაამზადა, ხელები მოკიდა და ენერგია გადასცა თავისი ჭუჭყიანი, ტოქსიკური, მოწამლული. თქვენ ყიდულობთ აი ამას და კითხვებს არ სვამთ და მერე ცუდად ხდებით და პრობლემები გეწყება ცხოვრებაში და მერე ვერ ხვდებით კანონზომიერება საიდან მოვიდა, მერე მოდის გვიან რომ ვერ მიხვდე, მერე აქტიურდება პროგრამა ბევრი თვეების მერე რომ არ მიადგე იმ შავ მაგს და არ უთხრა შენი ამულეტი არ მუშაობს, ცუდად გამხადა. ზოგი შავი მაგი ნადირობს ჩათებში და ადამიანებს ნევრებს აცლის, კომენტარებში ნევრებს აცლის, რიტუალებით ნევრებს აცლის, ნებართვებს იღებს და ზოგი ნადირობს ამულეტებით. ამას ყიდის შენზე, ამით ნადირობს, ამულეტებით ნადირობს შენზე, ვითომ ამულეტს გაძლევს და გაძლევს სიკვდილს. მეტი რა გითხრა ეხლა? შენ სამკაული და ეს ყველაფერი არ უნდა შეიძინო ეზოთერიკოსისგან, არც ბჭყალებში სულიერი მოღვაწისგან. თუ არის ადამიანი, რომელიც თავისთვის აკეთებს ლამაზ ნაკეთობებს და არ არის საერთო სულიერებაში და ამ ყველაფერში, მისგან შეიძინე. მაგრამ ადამიანი რომ ბჭყალებში ვითომ სულიერებაშია და ბიზნესი აქვს მოწყობილი, ჯერ მაგ კითხვები ხომ უნდა დასვა. მერე მეორე, ხომ უნდა მიხვდე რომ ღმერთი არ იყიდება ფულით, ჯერ აქედან დაიწყე და მერე ამულეტები და ეს ყველა ხომ უნდა მიხვდე ამ რაღაცებს, რასაც გელაპარაკები. არ შეიძინო ამ ადამიანებისგან არაფერი, თორემ წასულია თქვენი საქმე. და რწმენას ნუ მიცემ ამულეტს, რწმენა გქონდეს ღმერთთან. ამ ადამიანს დაეწყო შესიება ფეხის ხელის სიცხეები, სიცხე რა დროს იცის, იცით? ბნელი რო ესხმის თავს, ენერგიის გამოცვლა რომ ხდება, ორგანიზმში არის ინფექცია, და არა ფიზიკური. და სიცხე იცის, გავარვარება და ცუდად გახდომა და ეს მდგომარეობები.
ვიღაცა ხერს თუ შეგახებს და ენერგია თუ მიაქვს, იგონება ძარღვებში ბუშტუკებივით დუხსო, როგორც გაზიანი სასმელი. ან ისეთ შეიძლება გზნობდე ხელი შეხების გარეშე ამულეტი გაიყიდო. ანუ ენერგია მიაქვს და სისხლი იწყებს დუღილს, მარტივი ენით რომ გითხრა. და მთელი ეს პროცესები არის და აი ეს გჭირთ. ეს ადამიანი იმდენად გათიშული იყო, ყველაფერი მივეცი ლოცვები დავეხმარი და ცხოვრებაში მახსენდება ორი ადამიანი, რომელმაც მადლობა არ გადამიხადა. მეორე იყო ეს, იმიტომ კი არა რომ ცუდი ადამიანი იყო, არა. იმდენად გათიშული იყო, აი რომ ვუსმენდი, გაბრუებული იყო, გათიშული იყო, აღარაფრის თავი აღარ ქონდა და არც მომხვედრია გულზე ცუდად. მივხვდი რომ ცუდად იყო და ყველაფერი მივეცი და კარგი მეთქი, ანუ თუ დაგჭირდი აქ ვარ. გესმით? შეეშვით ამულეტებს და ღმერთს დაუბრუნდით და გაძლიერდით და ძალაში მოდით, ჭეშმარიტ ძალაში მოდით და ნუ ხართ მსხვერპლები, იყავით ღმერთის შვილები, ღმერთის გვერდით, მიეცით უფალს რწმენა, რომ დაგიცავს, რომ ეს, რომ ის, ყველგან ღმერთი და შენ, დანარჩენი მოაშთე. რანაირად უძლებ უფალო ამ ყველაფერს, რომ შენი შვილი, რომლის გადარჩენა შეგიძლია სრულად, შენთან არ მოდის და მიდის მახინჯ ბნელთან და რაღაც სამაჯურებს ამზადებინებს, სანთლებს ამზადებინებს. იმის ნაცვლად რომ თავისი ხელით გააკეთოს, ვიღაც ბნელს ამზადებინებს, სანთლებს, ტაროლოგს და ვიღაცეებს და სამაჯურებს და რაღაცეებს. ეს გიქნეს, დაგავიწყეს ღმერთი, წაგართვეს უფლის მიმართ რწმენა, უფლის ნაცვლად ჩაგინაცვლეს ამულეტები, უფლის ნაცვლად ჩაგინაცვლეს ყველაფერი. მოდი ესე ვთქვათ. ამიტომაც მოდიხართ და მეკითხებით, გიორგი ეს ცოდნები საიდან, ეს ძალები საიდან, ის საიდან, ეს საიდან. გამუდმებით ამას მეკითხებით და ღმერთი სად არის? აღარ კითხულობ თქვენ. საერთოდ ღმერთი თქვენთვის გახდა მითოლოგიური არსება, როგორც ზევსები და ის ბნელი არსები. აი, ზუსტად ესე გახდა თქვენთვის ღმერთი. ამიტომაც გამუდმებით მეკითხებით. წაგართვეს და დაიბრუნე ღმერთი. რწმენა მიეცი ღმერთს ბოლომდე. სრულად მორჩილებაში იყავი. მონა კი არ იყავი უფლის. უფალს მონები არ ჭირდება. უფალს ჭირდება შენი სრულად მორჩილება, რომ შენ აქ გადაგარჩინოს. და ამ ყველაფერს აკეთებ ღმერთს, რწმენას ართმევ, რაღაც უცვლო საგანს აძლევ რწმენას და მერე პრობლემები გეწყება. და მერე მიმართავ ღმერთს, რომ ღმერთო დამეხმარე, რა დავაშავე, რომ ცუდად წავიდა საქმე. ცინიკოსი ხარ, ბრიყვი ხარ, იდიოტი ხარ თუ რა გიქნეს? საერთოდ რა შვაშია ღმერთი? შენ რწმენა წაართვი ღმერთს, შენი რწმენა შენ თავში და მიეცი უსულო საგანს. ან ვიღაც შავი მაგის რაღაც სამაჯური იყიდე. რა გინდა ღმერთთან არ მისულხარ შენ ჭეშმარიტად, ამიტომ დაგეწყო ეგ პრობლემები. შენ ამულეტს მიეცი, შენი რწმენა, შენი ნდობა, შენი ყურადღება, სიყვარული, ხო? სიყვარული. და შენ მე დამიცავ და ვეფერები მას. დაგიცვა? კარგად ხარ? თუ ფიქრობ ალბათ კარგად ვარ, აბა რა, შენ შეიძლება გეგონოს კარგად ყოფნა, ფეკალიებში ყოფნა. გამორიცხული არც ეს არის. ისეთ სიბრიყვეს აკეთებ, რომ შენ ფეკალიაში ყოფნა, გამორიცხული არ არის, რომ კარგად ყოფნა გეგონოს, იმიტომ რომ ვაკვირდები ესეთ ტენდენციას. ადამიანები, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ არიან, იმდენად გათიშული არიან, რომ ორჯერ ორს ვერ არჩევენ. ეს შავი მაგის ზემოქმედების ქვეშ განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ კეთდება მთელი რიგი პროგრამა. პირველი რომ გადებილდე, რომ არ მოიხსნა ის, რაც გაგიკეთა ხელზე, რომ არ დაიწყო ფიქრი გადებილებს ჯერ. მერე მთელი პროტოკოლები შენ რო დახმარებას გადაწყვეტ, მაგალითად ეხლა მე რომ დახმარებას გადავწყვეტ, როგორ იმოქმედოს, მაშინვე მტრად ჩამთვალოს. ანუ იქ მთელი პროგრამები აქვს იმას გაჟღერებული, რომ მაგალითად ვინმე თუ ეტყვის მტრად ჩათვალოს ის, გაბრაზდეს მასზე, დემონი იყავს მიბმული. და მთელი რიგი პროტოკოლები, ანუ მასეთი ადამიანის გამოხსნა არის რთული. იმიტომ კი არ არის რთული, რომ რთულია ჩემთვის. არა, რთულია იმით, რომ თავადვე გარბის მასეთი შეპყრობილი ადამიანი. მოსულ ადამიანი და ბიჭო, ისეთი რიტუალი გაუკეთა ვიღაცამ, რაღაც ლოცვები წაუკითხა და გავიდა პერიოდი და მწერს, რომ აბსოლუტურად მოწყვეტი მდგომარეობას მწერს. ეტყობა მასეთ ადამიანს შეპყრობა რო აქვს. თან იღრინება, იკვინება, თან ბოდიშებს იხდის. ანუ ორი იბრძვის. მასეთი ადამიანი როცა მწერს, რაღაც ნაგავს მეტყვის, თან ბოდიში იხდის. ნაგავს მეტყვის, ბოდიში, ანუ ამ ბრძოლაშია. ვეუბნები და მე მეუბნება, შენ ხარო შავი ბნელი, ანუ გააქტიურდა იმაში თავდაცვა. მე რანაირად ვარ შავბნელი. ბნელები დასანახად ვერ მიტანს და მთელი შავი საზოგადოება დასანახად ვერ მიტანს საქართველოში. და მსოფლიოში, სული სამყაროში ჩემი დანახვა არ შეუძლიათ. კიდე მომავალში რაც დავდე იმის გამო. ის ადამიანი არ მეუბნება, მე ხვდები ვინ მეუბნება ამას. იმის უკან. თან ჰაერიდან არაფერზე. გესმით, თავდაცვები ირთვება მასში. ბნელის მიერ ჩაყენებული. აბრაზებს, იმაშუება, ამაზეოდა ხა. ვერ უშველი მასეც. თავად არ უნდა, თორე მე შემიძლია უშველო. ეს ამბებია. ამ დღეში ხართ. უშველეთ თავს, ხალხო. უბრალოებაში ჩამოდით. ღმერთი გახადეთ თქვენი
მთავარი ამულეტი თქვენ ცხოვრებაში. თქვენი მთავარი დამცველი არის ღმერთი და ამიტომ ამულეტს როცა დაიკიდებ, კითხვა დასვი შენს თავში. შენ ენდობი ღმერთს და ამულეტს თუ იკეთებ, ესე იგი არ ენდობი ღმერთს, რომ დაგიცავს. არც მიმართავ მას. შენ გინდა რაღაც ნივთი გაიკეთო და მორჩა, არაფერი არ აკეთო, არ ილოცო, არც ღმერთთან იყო არაფერი და ეს დაგიცავს. ამიტომ შენ თუ ამულეტს იკეთებ, ენდობი თუ არა ღმერთს. ის მაინც იცოდეთ, ეს წითელი თოკი ხელზე და ეს ამულეტები რისი ნიშნებია. ვერ ხვდებით, რომ ეს წითელი თოკი არის, რაც არ უნდა აეხსნათ შენთვის სიცრუე. ეს წითელი თოკი არის სისხლიანი სამაჯური. მოდი ესე გეტყვი. პირდაპირ ბნელის ნიშანია. რაც არ უნდა ეხა ვიღაცა მოვიდეს და მითხრას, რომ ესე არ არის კაბალისტურია, მატალისტურია, კვატაკისტურია. პირდაპირ ბნელის არის. ვერ ხვდები? პირდაპირ მარტო იმიტომ არის ბნელის, რომ ღმერთსა და ამ თოკს შორის ანაწილებ რწმენას. უпростоრედ ამას უფრო ანიჭებ ძალას ვიდრე ღმერთს. ჯერ ამიტომ არის, მაგრამ მაგიტო არ არის ცალკეულად. ის წითელი თოკი ხელზე არის სისხლიანი თოკი. შენი ესე ვთქვათ ბორკილი სისხლიანი, რაც გინდა დაარქვ. და შენ რომ ამულეტს იკეთებ, შენ დაცვას იხსნი. როგორ? შენ ძალას ეუბნები. ჩემო ძალაო, ღმერთს დაუხურე კარები და ამულეტს გაუხსენი კარები. ანუ ეს არის ჩვენი მთავარი დამცველი. შენ ძალას ეუბნები. ღმერთი არ არის ჩვენი მთავარი დამცველი, გეუბნება შენი ძალა. კი, მაგრამ ესაა მთავარი დამცველი. კარგი, გეუბნება შენი ძალა, შენი ბიომექანიკა, შენი ძალა გეუბნება, გექვემდებარება. და ღმერთს უკეტავ კარებს და უხსნი კარებს ამულეტს. თან ვის ამულეტს და ვის მოცემულს კიდე კოშმარი გაარკვიე, ვისი ვისთან რაში იმყოფება. ხო? ამ დღეში ხარ. ღმერთს უკეტავ კარებს რწმენის წართმევით და რწმენის მიცემით ამულეტზე. და მთელი რიგი მექანიკა მიმდინარეობს, რომელიც განგრევს. და პრობლემა სწორედ ამაში არის, რომ პირველწყაროდ მოძღვრები არ გაძლევენ ამ მაგალითს, რადგან თავად ამულეტებივით არიან აცმულები ამ ყველა მდგომარეობით. ჭეშმარიტი მოძღვარი, ჭეშმარიტი დეკანოზი, ჭეშმარიტი სულიერი მოღვაწე უნდა იყოს ტილოთი გადაცმული. მორჩა, ჯვარი და ტილოთი გადაცმული. გააცნობიერეთ. მარტო ბერი კი არ უნდა იყოს ესე. მოძღვარიც ყველა ქრისტეს უნდა ბაძავდეს და ესენი ქრისტეს არ ბაძავენ. და თქვენს მაგალითები არ გაქვთ და თქვენს ტყუდებით შავი მაგების მიერ. შავ მაგებსაც ხმას არცემენ ესენი რომ და არც ამაც ეგელაპარაკებიან და მოკლედ თქვენი ბრალი არის, მაგრამ თლა თქვენი ბრალი არ არის. იმიტომ რომ ყველგან გარეთ არის მახინჯი მაგალითები. მოძღვრებიდან, შავი მაგებიდან, ფილმებიდან, ჩაგჩრეს პირში ძალით, ჩაგტენეს ძალადობით. მაგრამ ეხლა ხო გაიგე რა უნდა ქნა? მოიშორე ყველა ეს ამულეტი და სრულად მიეცი რწმენა უფალს და შემოვა შენში უფალი, შენივე ძალა გაუღებს კარებს უფალს. შენივე ძალა უკეტავს კარებს უფალს ამ რწმენის ამულეტზე მიცემის შედეგად. გააცნობიერე რას გეუბნები. ჯვარი, წმინდანის გამოსახულების კულონი და მსგავსი რაღაცეები იცავს. დანარჩენი ითვლება ამულეტად, რომელიც არის ღმერთთან რწმენის განაწილება და ცოდვა შენი მხრიდან, სიძვა შენი მხრიდან, ურწმუნოება ღმერთის შენი მხრიდან, შეურაცხყოფა უფლის, უსულო საგანს და უფალს გვერდიგვერდ დაყენებ მაგით. ხო, ამ ყველაფერს შენ აკეთებ, გინდა თუ არ გინდა. მარტივად გეტყვი, შენი შვილი რომ მოვიდეს და ფეკალია რომ მოიტანოს და გითხრას, დედა ან მამა, დღეიდან ეს ფეკალია და შენ ერთი და იგივე ხართ ჩემთვის. რა დაგემართება მითხარი? აი რა დაგემართება? თან სრული რწმენით რომ გითხრას, თვალებში გიყურებს სრული რწმენით და სრული ამ ფიქრით. აი რა დაგემართება, რომ ფეკალია კიდე კაი რაღაც არის, ღმერთი იმდენად დიდებულია და შენ იმდენად რაღაცას აძლევ. ძალას, მნიშვნელობას და რწმენას, რომ ფეკალია კიდევ კარგი რაღაც არის. აი ამყაყებული ფეკალია, ყველაზე ცუდი რა ვიცი რა გითხრა. და შენ რომ გითხრას, დედა, მამა, შენ და ეს ამყაყებული ფეკალია გვერდიგვერდ გახარ. თან სრული გულით რწმენაში რო იყოს. შოკი დაგემართება შენ, გაიგე? და შენ ამას აკეთებ უფალთან და ვერ ხვდები. ამიტომ დღეიდან კითხვა დასვი, რაში გჭირდება ამულეტი შენ თუ ღმერთის გწამს. ბევრი კითხვა დასვი, სანამ წარწყდი. ამიტომ მოიხსენი ყველა შენი ამულეტი, განუცხადე ამულეტო, დღეიდან მე შენ რწმენას გართმევ და ჩემს სრულ რწმენას ვაძლევ უფალს. 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 ამინ თქვი და გადაიტანე შენი სრული რწმენა უფალთან და მე ნახავ შენი ცხოვრება როგორ შეიცვლება. გარანტია შენი დაცვის დედამიწაზე არის უფალი. ბნელს არ ეშინია შენი ამულეტის. ბნელს ეშინია ქრისტესი. გააცნობიერე ეს ჭეშმარიტება. ამიტომ იყავი სრულად ქრისტესთან, სრულ რწმენაში ქრისტესთან, რომ სრულად დაგიცავს ქრისტე, რადგან ქრისტეა შენი ნამდვილი ჭეშმარიტი დამცველი. გააცნობიერე ეს.